საფეხბურთო თემატიკა. კი ბატონო. და სწორედ ახლა მე მგონი დროა რომ ნახოთ ის სიუჟეტი, რომელზეც ასე ბევრი ვისაუბრეთ წინასწარ, ხო? სიუჟეტი, რომელიც მოამზადა პორტუგალიის დედაქალაქში, ირაკლი ცხილაძე, ის ახდა ანსამბლ ბათუმს და მოკლედ რატომ, რისთვის, როგორ და სად იყვნენ და რა მოინახულეს, ამას ყველაფერს ერთად ნახავთ. კი ბატონო. სიუჟეტში. საოცარი ვოიაჟი, ხო? ყავის წინსაფარი, კურჯინი და ჭრელი ხელსახვევი, საუკუნის წინ სამხრეთ პორტუგალიაში ასეთ ფორმაში გამოწყობილი გლეხები მარცვლეულის მოსავალს იღებდნენ. დღეს კი ამ ნაციონალური სამოსით ფოლკლორული ჯგუფები კონცერტებს მართავენ. მასპინძლების შემდეგ მაყურებლების წინაშე ანსამბლი ბათუმი წარსდგა. მე-16 საუკუნეში აგებულ ეკლესიაში თავდაპირველად ქართული საგალობლები შესრულდა. ანსამბლ ბათუმის წევრებს უცხოელი მაყურებლები ფეხზე წამომდგარი უკრავდნენ დაშს. კონცერტის დასრულების შემდეგ მრევლი ეკლესიაში დარჩა და მიმღერლებისთვის სამადლობელი მოსვლა აღავლინა. დღევანდელი საგამოში თამბეჭდავად დასრულდა. პორტუგალია მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად შორს არის, დაუახლოვდა საქართველოს. ჩვენი ხალხი ეცნობა ერთმანეთის კულტურას. რაც შეეხება ანსამბლ ბათუმს, შემდეგ ბევრჯერ მოვისმინე მათი სიმღერა, თუმცა ეკლესიაში ჟღერადობა არაჩვეულებრივი იყო. ენის ბარიერის მიუხედავად ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი ხმები მთელი დამწრე საზოგადოება დარჩა აღფრთოვანებული. წარმატებული დღის ბოლოს ანსამბლ ბათუმის წევრები მასპინძელი ქალაქის კუბის მერმა მიიღო. ალენტეჟუს რეგიონის ამ პატარა ქალაქში პოლიფონიური მუსიკის ფესტივალი იმართება. ამ ფესტივალზე ქართული ჯგუფი საგანგებოდ მიიწვიეს. ადგილობრივი ხალხური სიმღერის მკვლევარებისთვის მასტერ-კლასები რომ გაემართათ. ბათუმელმა მომღერლებმა ქართული მრავალხმიანობის შესახებ დამწრეთა კითხვებს უპასუხეს. მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ საქართველოში ხალხური სიმღერით ბავშვების დაინტერესების მეთოდები. შეხვედრა ქალაქის საერთო დარბაზში ქართული სიმღერით დასრულდა. ძალიან კარგი იყო. მსგავსი არაფერი მომისმენია. მომღერლებმა დაუვიწყარი წუთები გვაჩუქეს. ძალიან მომეწონა. გუშინ რესტორანში მოვისმინე მათი სიმღერა ღვინის დეგუსტაციის დროს და გადავწყვიტე აქ მოსვლა. საოპერო ხმები აქვს. არაჩვეულებრივი იყო. პორტუგალიელები იუნესკოსგან ალენტეჟუს რეგიონის ფოლკლორის მსოფლიო არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარებას ცდილობენ. ქართული ჯგუფით დაინტერესება და კონსულტაციები ანსამბლ ბათუმთან სწორედ ამ მიზანს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსმენილი მქონდა ანსამბლ ბათუმის სიმღერა ინტერნეტში, ჩემთვის მათი ცოცხლად მოსმენა ძალიან ემოციური იყო. ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე მათი ნამღერიდან, თუმცა ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. ფაქტია, რომ მუსიკის ენა უნივერსალურია.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ალენტეჟოს სიმღერის გადარჩენისა და შენარჩუნების საკითხი. დღევანდელ სამუშაო შეხვედრას დაესწრო რამდენიმე თაობა. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მიმდინარე პროექტის განხორციელებას და ახალი თაობის წყალობით ჩვენი სიმღერის გადარჩენას. პორტუგალიის ალენტეჟოს რეგიონში სტუმრობის მესამე დღეს ანსამბლის წევრებმა ქალაქ კუბის პოლიფონიური ფესტივალის გალა კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე 20-ზე მეტი ქართული სიმღერა შესრულდა. კონცერტი ჩატარდა ძალიან მაგრად ინტერეს მომღერლებმა. გაოცებული არის მთელი კუბა, მთელი პორტუგალია, ყოველს ძალიან მოეწონა და ჩვენს ბედნიერები ვართ, რომ მოусმინეთ ამ ანსამბლს. გუშინ მოგეხსენებათ მასტერ-კლასი ჩაატარა ჩვენმა ანსამბლმა, რაც დიდი აღფრთოვანებით იქნა აღქმული პორტუგალიელი მსმენელის მიერ. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმასა, რომ ისინი დაინტერესებულიან ჩვენი კულტურით, ჩვენი ფოლკლორით. მომდევნო დღეს ანსამბლის წევრები ევორაში გაემგზავრნენ. ტურნე მუზეუმ ქალაქში კონცერტის გამართვას არ ითვალისწინებდა. თუმცა ერთ-ერთ ქუჩაზე მომღერლებმა სულ იყო, ევრას მთავარ ტაძარში კი ქართული საგალობლები შეასრულეს. ახლოვდება ანსამბლისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო დღე. პორტუგალიის ჩრდილოეთში ქალაქ გიუმარეში უმნიშვნელოვანესი კონცერტია დაგეგმილი. გიუმარეში 2012 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქადაა გამოცხადებული. აქ წმინდა ფრანცისკოს სახელობის ულამაზეს ტაძარში ანსამბლის წევრებს ქალაქის მერი და პორტუგალიაში საქართველოს ელჩი მიესალმნენ. ხანგრძლივი კონცერტი კი ხანგრძლივი ოვაციებით მიმდინარეობდა. დასასრულს ანსამბლმა ბრუკნერის რექვიემი შეასრულა. მე არ ვარ მელომანი, მაგრამ ძალიან მომეწონა დღევანდელი კონცერტი გიმარაიშის ეკლესიაში. ვიცოდი, რომ ამ ტიპის მუსიკა ერთ-ერთი საუკეთესოა მოსასმენად. ბუნებრივია, ძალიან მოხარული ვარ გიმასპინძლოთ აქ. არანაირი ინფორმაცია არ მქონდა ქართული ფოლკლორის შესახებ. ვიცოდი, რომ შეხება მექნებოდა რაღაცასთან, რასაც ნაკლებად ვიცნობდი. ეს ფანტასტიკური სიურპრიზი ხაზს უსვამს გიმარაიშის როგორც ევროპის კულტურის ქალაქის საერთაშორისო მნიშვნელობას. ეს არაჩვეულებრივი პოლიფონიური მუსიკის კონცერტი საწინდარი იქნება მომავალი თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლისა პორტუგალიასა და საქართველოს შორის. ეს პირველი ნაბიჯი კარგი დასაწყისია ამისთვის, რაც ჩვენს ხალხებს კიდევ უფრო დააახლოვებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გიმარაეში. ანსამბლს თუ კი ოდესმე სადმე ქონია კონცერტი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მადიზე, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი დღე ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში. იყო 400 კაციანი დარბაზი გადაჭედილი, იყო უზარმაზარი ოვაცია. ყოველი მათგანის სახეზე აღბეჭდილი იყო სიხარული. შევასრულეთ ასევე მათი ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი სიმღერა, რომელიც ღვინოსთან ასოცირდება.
სიურპრიზით დასრულდა ტურნეს ბოლო დღეს. ლისაბონში საქართველოს საელჩოს საზეიმო მიღებაზე ბათუმისა და ქალაქ კუბის ფოლკლორულმა ჯგუფებმა პორტუგალიური სიმღერა ქართული მრავალხმიანობის სტილში შეასრულეს. სამეცნიერო მოგზაურობა იქნებოდა ალბათ და მოკლედ ნასიამოვნები დაბრუნდა პერიც და ჩვენი ანსამბლი ბათუმით. დიდი მადლობა მათ ამ ტურნესთვის. კიდევ ერთხელ გააცნეს ქართული კულტურა, ქართული სიმღერა ევროპელებს ამ ანსამბლმა ბათუმმა. კი ბატონო. და კიდევ